ამ წუთებში მიმდინარეობს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესი. 8 პირის მსგავსად მოლოდინია, რომ კიდევ 11 ბრალდებულსაც გაუშვებენ ციხეში. დღეს რეჟიმის ტყვეებმა საბოლოო სიტყვები უნდა თქვან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ საქმეს ოლიგარქის მსახური მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს, რომელმაც აქამდე სინდისის ყველა პატიმარი ციხეში გაუშვა და არავინ გაუმართლებია. ის სანქცირებულია რეჟიმის ტყვეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. დღეს მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეები 7 საათზე შეიკრიბებიან. ქეთი ნადიბაიძე აშუქებს 11 პირის საქმეს. ქეთი ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება, გისმენთ. ჩვენ დღეს შევდივართ ხდომაზე, რომელიც არის ფორმალობა. აი ეს განგვიცხადა ცოტა ხნის წინ ანდრო ჭეჭინაძის ინტერესების დამცველმა. ასე უყურებენ დღევანდელ ხდომას არა მხოლოდ ბრალდებულების ადვოკატები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც და ეს განწყობა ამ ადამიანებს აქვთ გუშინდელი დღიდან გამომდინარე იდენტური მუხლის ხედან განსასჯელის სკამზე. ანდრო ჭეჭინაძე და კიდევ 10 ბრალდებული რა მუხლიც ჰქონდათ წაყენებული გუშინ გასამართლებულ დემონსტრანტებს. საუბარი მაქვს 8 პირზე, რომელსაც საქმე გადაუკვალიფიცირა მოსამართლე მთავარ მჭედლიშვილმა და ნაწილი 2 წლით, ნაწილი კი 2 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა. აი ასეთ ფინალს ელოდებიან ამ 11 ბრალდებულის შემთხვევაშიც მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები. ხდომა ამ წუთებში იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანამ ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დარჩენილი არის ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ მათ დღევანდელი ხდომა მიაჩნიათ ფორმალობად, ისინი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ და მეტს გავიგებთ თუ რას ფიქრობენ ისინი ამ საქმეზე და მათ შორის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. აი ამ დასკვნითი სიტყვებიდან 10 ბრალდებულს აქვს სათქმელი დასკვნითი სიტყვა და თუ კი დღეს დროში მოესწრება, დღესვე შესაძლოა ნინო გალუსტაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. მოლოდინი არაფრის არ მაქვს უბრალოდ უსამართლობის განცდა, უსამართლობის შეგრძნება. მაქვს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური სასამართლო არ არსებობს. დღევანდელი პროცესი ალბათ ისევ და ისევ ერთ-ერთი ფორმალობა, სადაც უკვე 9 თვის წინ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და უკვე იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება აი ესე დაუშელად არაკეთებდეს იმას, რაც სურს. უშინდელი განაჩენი რაც არ უნდა გზამკვლევი იყოს მოსამართლისთვის, სამართლებრივად უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მან უნდა გაუწვდოს პოლიტიკურ мотивაციას იმ ზეწოლას, რომელიც არსებობს, თუმცა ამის იმედი რამდენად გვაქვს ან ჩვენ ადვოკატებს ან საზოგადოებას, ეს მე მგონი ისედაც ცალსახა არის. შევდივართ პროცესზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რომელიც არის ასევე ფიქრობ ფორმალური. ეს იყო მე ვფიქრობ პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ რეალურად სასამართლომ დატოვა ორგანიზატორები, რეალურად დატოვა ჯგუფი, დატოვა მათთან კავშირი და დატოვა მოქმედებებიც მხოლოდ გამოაკლო ძალადობრივი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჯგუფი არ შეაფასა ძალადობრივად და უბრალოდ აღნიშნა, რომ საფრთხე შექმნა ამ ჯგუფმა ზოგადად და დაარღვია წესი. შესაძლოა დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კიდევ 11 ბრალდებული აქციოს მსჯავრდებულად და მათ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვონ მსჯავრდებული სტატუსით. დღევანდელ ხდომაზე დასწრების მსურველთა რიცხვი კვლავაც დიდია, როგორც ხდება ხოლმე ამ 11 პირის. სხვა სასამართლოს ხდომების შემთხვევაში აქ იმყოფებიან მათი ოჯახის წევრები, კოლეგები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაესწრებიან დღევანდელს ხდომას და როგორც გითხარით, ხდომა უნდა დაიწყოს ბრალდებულების დასკვნითი სიტყვით. წინას ხდომაზე მხოლოდ რეზო კიკნაძემ მიმართა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით და დანარჩენი 10 ბრალდებულის შემთხვევაში აი ეს ეტაპი არის დარჩენილი. მე შეგახსენებთ, რომ იდენტური შინაარსის ბრალი გუშინ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 8 პირს გადაუკვალიფიცირა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ნაცვლად ეს პირები გაასამართლა ჯგუფური მოქმედების შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და სწორედ აი ეს მოლოდინი არის ამ საქმის შემთხვევაშიც, რომ იგივე გზით წაიყვანს ნინო გალუსტაშვილი ამ საქმესაც.